დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, გადაცემის ახალი მესამე ნაწილით 20-30 რეგიონებში ჩვენი კორესპონდენტები ნათია თოიძე და ნინუცა კახნიაური საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე არსებული მთავარი თემები ჩაგვერთვებიან და მოსახლეობას საშუალება ექნება ის საკითხები წამოჭრას, რომელიც მათ აწუხებთ, რომლის მიმართაც შეკითხვები აქვთ და არსებობს და მათთვის პრიორიტეტულია. ჩვენ კი ვეცდებით სტუდიაში მოვიწვიოთ ადამიანები, რომელთაც ამა თუ იმ საკითხზე კომპეტენტური პასუხის გაცემა შეუძლიათ. ნათია, ნინუცა, მოგესალმებით, სად იმყოფებით ამ დროისთვის? მოგესალმებით, მაკა მივესალმებით 20-30-ის მაყურებელს. საღამომშვიდობისა, ჩვენ მოგესალმებით სამეგრელოდან, ახლა ვიმყოფებით სოფელ რუხში, აქედან დაახლოებით რამდენიმე მეტრში, სულ რაღაც 200 მეტრში ოკუპირებული აფხაზეთია, ოკუპირებული დე-ფაქტო საზღვრიდან რამდენიმე მეტრში კი შენდება ახალი მრავალფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკა. ერთდროულად აქ მიმდინარეობს 12 ახალი კორპუსის მშენებლობა, პროექტში ჩადებული არის 41 მილიონ ლარზე მეტი და პროექტის განსაკუთრებულობას ხაზს მაინც ის უსვამს, რომ ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების გარდა ამ კლინიკით ისარგებლებენ აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტებიც და ისარგებლებენ ამ მომსახურებით სრულიად უფასოდ. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა აქ ვართ, ხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რა პრობლემების წინაშე დგანან სამეგრელოში მცხოვრები ადამიანები. რა კეთდება მათთვის, რა არ კეთდება ან ვერ კეთდება. 20-30-ის გადამღები ჯგუფი ჩავა ყველა სოფელში, ყველა ქალაქში. ჩვენ ვეცდებით ამ უმწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს. ნათია და ნინუცა, ჩვენ აგვხდებით ნათია და ნინუცა, გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრებთან ერთად იაფ აგროკრედიტებსა და ახალ საწარმოებზე ვსაუბრობდით და ვისაუბრეთ სამეგრელოში რა ვითარებაა საინტერესო ამ მხრივ თუ გაგვთ სტატისტიკა, რამდენი საწარმოო გაიხსნა, ვთქვათ, რამდენი პირია დასაქმებული, ასევე მაინტერესებს თუ შეხვდით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, შევხვდით ვიცე-გუბერნატორს, შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს და გუბერნიის თანამშრომლებს. ჩვენ მათ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია და ახლა გაგაცნობთ მე ამ მონაცემებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დახარჯული არის ამ დროისთვის 7,2 მილიონი ლარი, განხორციელდა სულ 1378 პროექტი. ჯამში 2013 და 2014 წლებში რეგიონში განხორციელდა 956 პროექტი, საერთო ღირებულებით 397 მილიონი ლარი. დასაქმდა 5000 ადგილობრივი მცხოვრები. ორი წლის განმავლობაში სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა 400 მილიონის ღირებულების 956 პროექტი. ეს ძალიან ბევრია, ანუ ამ რეგიონისთვის არასდროს არ ნახული ციფრებია, არასდროს არ განხორციელებულა ამდენი მასშტაბის ამდენი პროექტი. ყველაფერი გაჩერდაო, რო იძახიან ჩვენი ოპონენტები. ზოგადად მე გეტყვით რა გაჩერდა. ამ რეგიონში და საერთოდ ქვეყანაში გაჩერდა ბიზნესზე ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა. აი ამ ჩვენი რა ქვია სამსახურის სახელმწიფო სამსახურის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანების წამება და აი ეს გაჩერდა, ამაში გეთანხმებით. როცა პრემიერი იყო ჩამოსული, წარმოების კუთხით ყველაზე დიდი პოტენციალი გვაქვს თხილის წარმოების და შესაბამისად ფართობების ზრდაც გარდაუვალი იქნება. სწორედ ეს პროგრამა დანერგე მომავალი იქნება საფუძველი იმისა, რომ სისტემურად გაიზარდოს ეს ფართობები, გლეხს ბუნებრივია შიდა მეურნეობებში უხდება ამ ყველაფრის გაკეთება პატარა მიწებზე, მაგრამ არიან ფერმერები, რომლებსაც აქვთ დიდი ფართობები, მაგრამ შეიძლება საბრუნავი საშუალებები არ ჰქონდა ამ მიმართულებით. სწორედ ეს პროგრამა გახდება საფუძველი იმისა, რომ მათ მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დახმარება. აქ საუბარია იმ ფერმერებზე, რომლებსაც გააჩნიათ 5 ჰექტარზე მეტი მიწა და არა მარტო თხილი მოიაზრება ამ პროექტში, არის სხვადასხვა კულტურების ჩამონათვალი მუნიციპალიტეტების მიხედვით, რომლის გავრცელების და შემდგომი ზრდის პოტენციალი მათ გააჩნიათ. ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც დაგვხვდა ხელისუფლებაში მოსulis შემდეგ, სოციალური პრობლემები, რომლებსაც ბუნებრივია ვერ გავექცევით, რომლებიც არსებობს და დამერწმუნებით ერთბაშად, რომელთა მოგვარება არის შეუძლებელი, ეს არსებობს, ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ ასევე რეალობა გახლავთ ის, რომ თვითმმართველობა ახალი კოდექსით, ახალი შესაძლებლობებით, ახალი უნარებით და უნდა ითქვას პატიოსნებითა და წესიერებით ცდილობს აი ამ პრობლემებს შეეჭიდოს. და ამ გზაზე ჩვენ ვსწავლობთ როგორც საზოგადოება, ასე ხელისუფლება სწავლობს ურთიერთთანამშრომლობას.
ტექნიკური ნათიადენიცა შეკითხვა მაქვს, თუმცა შეკითხვამდე მაყურებელს ტექნიკური ხარვეზებისთვის ძალიან დიდ ბოდიშს მოუხდი და პირდებით რომ სამომავლოდ აუცილებლად აღმოიფხრება. დღეს კი მეტი მაქვს გაპატიებთ. ნათიადენიცა თქვენ კი რა არის სამეგრელოს მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო და ასევე მაინტერესებს თქვათ რა პრობლემებზე საუბრობენ თქვენთან ადგილობრივები. სამეგრელოს მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო არის თხილის ბიზნესი. გასულ წლებთან შედარებით თხილის ფასი 3-ჯერ გაიზარდა. თუ შარშან წინ 1 კილოგრამ თხილში გლეხი იღებდა 3-დან 4 ლარამდე, წელს თხილის ფასი 10-დან 12 ლარამდე მერყეობს. ფასების ზრდამ გამოიწვია ის, რომ სამეგრელოს მოსახლეობამ ადგილობრივებმა და ასევე ჩამოსულმა ადამიანებმაც გააშენეს თხილის პლანტაციები. გამარჯობა. რამდენად იბარებთ 1 კილოგრამ თხილს? 11 და 60. ეს ფასმა ახლა მოიმატა, ხო? კი. დაახლოებით 1 წლის წინ, 2 წლის წინ რა ღირდა 1 კილოგრამი თხილი? 4 ლარი. 3.5 4 ლარი. როგორ გონიათ რამ განაპირობა ეს ფასის ზრდა? ეს არ ვიცი. როგორ ამბობენ თურქეთის ამბავია, იქ ნაკლები იყო თხილი რაც ხარა, მოემატა ზოგიერთი ამბავს მთავრობა მომატა. ნუ მართალი ღმერთ მაინც. გლეხებმა თუ დაიწყეს თხილის პლანტაციების გაშენება? ძალიან ბევრია გაშენებული, ფლობად გააშენეს. მაგრამ წამლის ფული არა აქვს ხალხს. ხართ რისი წამლის ფული არ აქვს? ეს შესაწამლი თხილის 50-მენთიანი ვაუჩერი მქონდა და ჩამოაწეს და ნოლამდე მეიყვანეს. და მიწა ხო ყველას აქვს თითქმის და ეს მიწა რომ დაამუშავონ? არა, სახსრები რომ დაამუშავონ, ყველას არა. არა. ვისაც გაუჭირდა ის, იმან ყველამ გაყიდა ვიზია ეს სუსტი მართლე გინდა. დღეს უმიწოდას ბევრია დარჩენილი. სახსრები არა აქვს. მუშაობა უნდათ, მაგრამ არ არის. პირადად თქვენ რამდენი ტონა თხილი ჩააბარეთ? ტონა ნახევარი. საკუთარი კი არა. მოგება რამდენი იყო? საკუთარი თხილი ტონა ნახევარი, სადღაც 8 ლარა. ეს არის რამდენი 12000 ლარია. ხო. ეს ოჯახის შემოსავალი. შარშან რამდენად ჩააბარეთ? შარშან ჩავაბარე 260-ში. წინა წელს ავიღე 4000 ლარი, ახლა ავიღე 12000 ლარი. ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სამეგრელოშიც ძირითადი პრობლემა სამუშაო ადგილების არ ქონა. მოდით ერთად მოვისმინოთ, რას ფიქრობს ამაზე ხალხი. ოჯახში რამდენი ადამიანი ცხოვრობს აქ და რამდენია დასაქმებული? 3 ცხოვრობთ. მე ვარ დასაქმებული ვარ. ოჯახში 4 ვართ და 1 სტუდენტია, 2-იც დასაქმებული ვართ. სამუშაო ადგილების პრობლემა თუ არის სამეგრელოში? რა თქმა უნდა არის, როგორც საქართველოში ყველგან სამეგრელოშიც არის. სამუშაო ადგილები ჩვენ კი არა, ახალგაზრდებს არ აქვს ამაზე, ნუ შემეკითხებს. ახალგაზრდა თაობა თუ არის დასაქმებული? დასაქმებული მეტნაკლებად კი არის. ოჯახში რამდენი ადამიანი ცხოვრობს აქ და რამდენი არის დასაქმებული? 5-დან 20. ვისაც მუშაობა უნდა, ყველა იმუშავებს და ვისაც არ უნდა, არ მუშაობს. მოსახლეობაც და ხელისუფლებაც თანხმდებიან ერთ რამეში, რომ მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრობლემები და სათკივარი მთელი საქართველოს მოსახლეობამდე, ანუ ადრესატამდე არ მიდის. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ და მედიას ემძურიან იმის გამო, რომ მათი გაკეთებული საქმეების შესახებ დანარჩენ საქართველოში ვერაფერს იგებენ. ამიტომ ჩვენ გადაცემას 1-2 დიდი დატვირთვა აქვს საზოგადოებაც, ხელისუფლების წარმომადგენლებიც და აქ მოქმედი არასამთავრობო თუ ოპოზიციური ძალები ელოდებიან ჩვენ გადაცემაში გაჟღერებულ სიახლეებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ მოვივლით ნათიადენიცა რამდენადაც ვიცი, მომდევნო 1 კვირის განმავლობაში თქვენ ადგილზე ანუ სამეგრელოში რჩებით, მთელი კვირის განმავლობაში რას შემოგთავაზებთ, საინტერესოა რას გეგმავთ და როგორც ვიცი, უკვე ხვალიდან ჩართვებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც. ხვალიდან ჩვენ ჩართვებში უკვე მონაწილეობას ნამდვილად მიიღებენ ადგილობრივები, ჩვენ ჩართვებში მონაწილეობას მიიღებენ აქაური პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ ნამდვილად ვრჩებით ამ კვირაში სამეგრელოში, ჩვენი ჩართვები, პირდაპირი ჩართვები იქნება ანაკლიიდან, ზუგდიდიდან, ხობიდან, სენაკიდან, წალენჯიხიდან, დანარჩენ იმ რაიონებს კი, იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც ჩვენ ამ კვირაში ვერ მოვასწრებთ, დაუბრუნდებით მომავალ კვირას და ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ადამიანის სათქმელი, ყველა სოფლის მოსახლეობის სათქმელი მივიტანოთ ფართო საზოგადოებამდე.
ნინუცა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გააქტიურდა სოციალურ ქსელში Facebook-ის 2030-ის გვერდი. კი, გარდა იმისა, რომ ჩვენ მოვივლით სრულიად საქართველოს, მე ახლა ჩვენს პროდიუსერს ვთხოვ, რომ ეკრანზე აჩვენოს ჩვენი Facebook გვერდი და მაყურებელს ვეტყვი, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოგზავნოთ ყველანაირი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ამას, აუცილებლად თქვენთან მოვალთ და დღეიდან ყოველ დღე 20 საათსა და 30 წუთზე გადაცემა 20-30-ში ჩვენ ჩაგერთობით სხვადასხვა რეგიონიდან. და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო მოისმენს უახლეს ინფორმაციას, რა ხდება დანარჩენ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ნათია და ნინუცა. ვფიქრობთ, რომ ეს გადაცემა უმნიშვნელოვანესი ნაწილია გადაცემის, რადგან როგორც წესი საზოგადოება უსმენს ტელევიზიას, ეს კი სწორედ ის შემთხვევა, როცა ტელევიზიამ გადაწყვიტა მოусმინოს ხალხს. ეს 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.